ძალმა ქვემოდან გამოიყვანა, იქ ჯუბომ ესროლა, მაგრამ დევნა იქითკენ გაგრძელდა, შეიძლება დაჭრა და დაეწივნენ, იმიტომ რომ ყეფა გაჩერდა. თუ არა და შეიძლება ისე მაღლიდან აიყვანონ, მაგრამ უკვე ბაბუ მზად იქნება. ყეფა გაჩერდა ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ დაჭრილი იყო და მიაგნეს ძაღლებმა. ცოტა ხანში გავიგებთ. მე ვიღე გადაწყვეტილება, რომ შემოვიწიო აქეთ, მაგრამ აქ რამდენად შევალ არ ვიცი გაუვალია. მანე შენ და საბას გხედავთ და რატი სად დგას? აბა დავაყენე ჩემ ნომერში და მე ვარ ახლა ეს ხელს რო გიქნებ. ხო და რატი დგას ჩემგან მარცხნივ დაახლოებით 150 მეტრში. გასაგებია, კარგი ბატონო. როგორც ხედავთ, ნომერი შევიცვალე და პოზიცია შევიცვალე, იმიტომ რომ მაღლა არ გამოდის ტურა, ორივეჯერ გამოიყვანა ქვემოთ და მარტო არის ჯუბო და უჭირს ამხელა ტერიტორიის კონტროლირება. აქედან გამომდინარე, მე ამ გამოსასვლელებს და გზებს გავაკონტროლებ, ბილიკებს, ჯუბო უფრო ქვემოთ ჩავიდა, უფრო ქვემოთ ჩაიწია. ნახოთ აბა ეხლა როგორ განვითარდება მოვლენები.